Ენჭისყრა გრძელდება გორში 32 ოლქში საჩვირები დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილი ამ დროისთვის არ არის 3 საათის მონაცემებით აქტივობაში ადგენს 27.71%. ნინო ფისაძე უნდა ჩავრთოთ ახლა გორიდან მოების ეთერში. Adeh gorshi registrირებული 111,784 ამომრჩევლიდან 5 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32%-მა. Ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი გორის 32 საარჩევნო ოლქში შესული არ არის და როგორც ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, იყო მცირედი ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც უბნებზევე აღმოიფხვრა. 95 საარჩევნო უბანია გორში გახსნილი და აქედან 68 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს პროცენტი. გორის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უწევს ორ კანდიდატს შორის, ეს არის ქართული ოცნებიდან კონსტანტინე ბუზალაძე და ლელო ძლიერი საქართველოსდან ნიკოლოზ დოლიაშვილი. ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს დღეს მოსახლეობა არჩევანს. არჩევნებში მონაწილეობას 6 პოლიტიკური სუბიექტი იღებს და 4 პარტიას ყავს მაჟორიტარობის კანდიდატები. ნომერ 32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვალ 95-ვე საუკუნო საარჩევნო კომისიაში 7 წყნარ სამართლიან გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. 17 საათისთვის არჩევანი გააკეთა ჩვენი ოლქის 35,777 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 32.02%. ამ დროისათვის გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის შემოსული, რაც შეეხება უბნებს, იყო მცირე პროცედურული დარღვევები, რაც თვითონ კონკრეტულად უბნებზევე იქნა აღმოფხვრილი. გორის მეათე უბანზე რეგისტრირებული 1187 პირი. ამ დროის განმავლობაში არ დაფიქსირებული არანაირი ხარვეზი, არანაირი ინციდენტი, არც ხარვეზები არ ყოფილა რამე ისეთი, რომ საჩივარი გამოიწვია ან რამე მსგავსი დარღვევა. აქტივობა საკმაოდ მაღალია, ჯერჯერობით კიდე ნაკადი უფრო და უფრო მოდის და დღის განმავლობაში იმედია სიმშვიდე შევინარჩუნებთ უბანზე. არჩევნები ისეთი აუცილებელი მოვალეობა ადამიანის, რომ ყველა უნდა მოიხადოს. თუ საქართველოში იმყოფები, ჯერჯერობით არ გამიცდენი არც ერთი არჩევნები, ყველა არჩევნებს ვესწრები და პირნათლად ვიხდი მოქალაქეს ვალს. ერთადერთი რაც მოლოდინი მაქვს, სიმშვიდე და სიწყნარის მოლოდინი მაქვს მთელ საქართველოში, მარტო გორში არ. Adeh gorshi registrირებული 111,784 ამომრჩევლიდან 5 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32%-მა და ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი დარღვევებთან დაკავშირებით ოლქში შესული არ არის, როგორც 32 ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, იყო მცირედი ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც უბნებზევე აღმოიფხვრა. 95 უბანია გორში გახსნილი და აქედან 68 უბანზე ელექტრონული წესით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. დღეს არჩევანს გორის მოსახლეობა ორ კანდიდატს, მერობის ორ კანდიდატს შორის აკეთებს. ქართული ოცნებიდან კონსტანტინე ბუზალაძე და ლელო ძლიერი საქართველოსდან ნიკოლოზ დოლიაშვილს შორის გააკეთებს დღეს ამომრჩეველი. არჩევანს რაც შეეხება პარტიებს 7 პოლიტიკური სუბიექტი იღებს, 6 პოლიტიკური სუბიექტი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და 4 პარტიას ყავს მაჟორიტარობის კანდიდატები. მადლობა გორიდან ნინო ფისაძე საუბრობდა მოამბის ეთერში.